საღამომშვიდობის, მე ვარ ნინი. მე ვარ თეთრ და ეს არის გზაში. ნინი, დღევანდელი სტუმარი. ვინ არის თეთრ, შემახსენებ? ანა ჯავახიშვილი, მსახიობი. აი, რომელსაც ეს საყორი. ალბათონიანა იყო ჩვენი არც მეტი არც ნაკლები ლექტორი. გავრალაბაზი განათებები გა. მოგწონს? იცო. ეს ხანდახან ვერ ხვდები ხოლმე თქვენობით უნდა გელაპარაკოთ. შენობით და ამიტომ ცოტა ხანდახან ავირევით რა. როგორ ხართ? მე კარგად, რა ვიცი. როგორ მოგწონთ ეს აურა? ძალიან მომწონს. სასიაოვნო ესე რომ ჩაჯდებით და იჭუჭუკებს მაგესთვის. ძალიან საყვარლობა არის მართლა. დღეს მე ვიტლიკინებ თეთრ მძღოლიო. თეთრ უბრალოდ ატარებს მომდანა. თეთრ სხვა გზა არ აქვს ამეთავს. მე როგორც მახსოვს, პირველი ნაბიჯები ჩემი ცოლის საქალები ჰქონდა. კი, ჩემი ცოლის საქალები იყო, სადღაც პირველ მეორე კურსზე ვიყავი და უბრალოდ როგორ იყო, იცი ძალიან ისე თანდათან მოხდა ეს ყველაფერი. ანუ ესე რომ აი ბახ და უცებ რაღაც მოხდა, თქოს არ იყო ჩემ ცხოვრებაში ეგრე და თან აი ყოველთვის უნივერსიტეტშიც გვეუბნებოდნენ და ისედაც ოჯახიდან გამომდინარე ვიცოდი რომ ეს ყველაფერი მაინც დროებითი იყო და ამიტომ ვცდილობდი და ეხაც ეგრე ვარ რომ ძალიან დიდი ყურადღება ხოლმე მაგისთვის არ მიმექცია არც კარგისთვის და არც ცუდისთვის რომ ისევ მე რა უცბად არ ყოფილიყავი მაგიტომ ანუ სიმართლე გითხრათ ცოტა ისე ვიყავ ვითომც არაფერი რა და ეგ ძალიან დამეხმარა რაღაცეებში ანუ ეგ მაგან სიტყვაზე ეგრე ყურება ამ საკითხის აი რავი ნეგატიური რაღაცეებიც ალბათ იქნებოდა მაინც კი ანუ როგორ არა მაშინ თან ხო ეხა აი 18-19 წლის ხარ უფრო ახლოს მიგაგულთან ყველაფერი ვიდრე ეხლა მაგალითად და მაგიტო აი რაღაც თუნდაც აი ხალხი რო ვერ ხვდება რომ სერიალში ხარ და მსახიობი ხარ და შეიძლება ცუდი რაღაც დაგიწერონ ან პირიქით იმდენად კარგი რაღაცეები დაგიწერო რომ თავში აგივარდეს მოკლედ არც იმას ვახცევდი ყურადღებას და არც ამას და ამან გაამართლა ძალიან და მე ნელ-ნელა უკვე სხვა რაღაცებიც რო დაემატა უფრო რაღაც ანუ ისეთი გარემო შემექმნა რომ თითქოს ეს რაღაც უცაბედოდ კი არ მოხდა ნელ-ნელა თავისით მოხდა და რაღაც ყველაფერი უფრო ადვილად გამოვიარე ასე ვთქვათ მაგის სიტყვებაც და სიმწარეც და მშობლების ამბავი მაგამ ბავშვი როგორ არის? მშობლები ანუ ან ჩართულობა სიტყვაზე პოპულარობაში, რომ აი შენ რაღაცისთვის მიგიღწია ასე ვთქვათ. დედა ჩემი თავიდანვე რა, საერთოდ არ ქონდა წარმოდგენა, საერთოდ ჩემ მშობლებს არ უნდათ რომ მეთია ტოლს ჩამებარებინა, როგორც სტანდარტული. მამა ჩემი ქირურგი იყო, დედა ჩემი იურისტია და საერთოდ ვერ წარმოედგინათ რომ მე ჩავაბარებდი. უბრალოდ მე ბავშვობიდან ხო ბალეტს ვცეკვავდი და მაგიტო ამ ბალეტს რომ მორჩი ეგონათ რომ აი ნუ მორჩა და რაღაცა სხვა პროფესიაზე გადავერთვებოდი და რომ ვუთხარი რომ ესა და ესა თქო აი მამა ჩემი იმდენად და დედა ჩემი მართლა შოკში იყო ანუ არ უნდათ რომ ჩამებარებინა და მე ნელ-ნელა ეს ყველაფერი რომ მოხდა ეხაც მეუნება ხოლმე რომ აი კარგია რომ რაღაც სწორი გზა აირჩიე და შენ რაღაცა სხვა საქმე აირჩიე ანუ ყველაფერი ხარ ეხლაც იგივეს ვიზავდი ეხლაც იგივეს ვიზავდი კი და ან პოპულარობაში თან ცოცხალ სიტყვა არა პოპულარობა ჩვენი იმეებით მოკლედ ჩვენი საზომით პოპულარობაში არანაირი ის არ ქონიათ ჩართულობა საერთოდ არანაირად შენ რო გათხოვდი შეიძრა საქართველოს ასე რა ხო ანუ ის ხარია და პირველი კომენტარი წერენ და ჩემი დედა ჩემი გოლი მე ვარ გადაშიარებული მაგას თუ არ ჩავწვით ჩვეულებრივად იცი რა ინტერესებს ყველაზე მეტად ეხლა მე სიტყვაზე ვის ჯგუფში ვწავლობ ანუ ის პირველივე კურსიდან ცოტა ისე ვყავართ რა არ გვიშვებდა არც რეკლამებში არც სერიალებში სპექტაკლებზე საერთოდ ანუ თან რაღაც ვაკუუმში ვყავდით მოქცეული რაც ეხლა აქედანაც რო ვუყურებ სწორია თითქოს მაგრამ ბევრი რაღაცა ის აქვს რა სწორი ან ასე თეთრ ხო ჩაგვეთე ხოლმე ჩვენ ჭორა ხო ეგ სიტუაცია ჩემთანაც სიტყვიერი ესეა რომ არ წახვიდეთ ხო და აი ეს კატეგორიულად არა კატეგორიულიც არ არის იმიტომ რომ მაინც ახლა ფესვი ჩემი ჯგუფელი შენთან ერთად იყო და მაინც ისე გამოდიოდა რომ დადიოდნენ ვიღაცები, მაგრამ მეც ვეთანხმები მაგას, იმიტომ რომ პირველი მეორე კურსი ისეთი პერიოდია, რომ მაინც სწავლობ და აითვისო ის საბაზისო რა. კი. ხო და ანუ ეგ აი ხა მაგან სიტყვაზე რომ გადადგე ეგ ნაბიჯი რაღაც პირველ მეორე კურსზე. ანუ მაგან
დაგიჩქარა რაღაცეები კარიერაში სიტყვაზე ან წარმატების მხრივ ან რაღაცა თუ რა თქმა უნდა, თუ აი მაგაც წარმატების გზას არ გავყვებით, ზოგადად პრაქტიკის მხრივ head-start-ი მომცა, რომ სულ ცოტა კამერასთან მუშაობა უკვე ასე თუ ისე ვიცოდი, რასაც ნაკლებობა არის ჩვენთან საქართველოში, ხო? სულ 3 ფილმი გვაქვს ალბათ წელიწადში მაქსიმუმ ისიც ჰა და აი ეგეთ რაღაცეებში მომცა უკვე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა კამერის წინ, როგორ მოქცეულიყავი, რაღაც კოსტიუმზე რომ მირეკავდნენ, მაგალითად რა უნდა წამეღო, იმიტომ რომ დღემდე ხო ეგრეა რომ შენ დასაცმელებით თამაშობ და მიდიხარ მაგას აქედან ვერ განვითარდით და ანუ აი ეგეთი რაღაც პატარა ნიუანსები მასწავლა, რაც მე შემდგომში ძალიან დამეხმარა. მაგრამ ხო, ჩვენთანაც ეგ ანუ ესე კატეგორიულად არისო რომ არ წახვიდეთ და ასე შემდეგ. უბრალოდ ანუ როცა ჩვენი პედაგოგებიც მიხვდნენ რომ რეალურად უკან დაგვწევდნენ იმით რომ ეთქვათ რომ არ წახვიდეთ, ამიტომ ყველგან გვიშვებდნენ. სპექტაკლებში არა და არც იყო ბევრი მაშინ რაღაც შემოთავაზება რომელიმე სპექტაკლში მეთამაშა, მაგრამ აი ესე კინოში, სერიალში, რეკლამებში ჩვეულებრივად გვიშვებდნენ. მარტო მე არა, ჩემ ჯგუფში. და ეხლა აი ან მაშინ როგორი იყო ეგ რაღაცა რომ გადიხარ და გცნობს? და ანუ ეხლა რა ცვლილება არის? თუ ეხლა განცდების მხრივ იგივეა, რომ ვიღაცა რო გცნობს, იქაც გზიამონებს არ? აი მაშინაც წიწლდებოდი და ეხლა წიწლები. უბრალოდ აი ერთადერთხელ მახსოვს უპირველად ცხოვრებაში ეგ როცა დავიჭირე, რაღაც ვიღაცამ გამოგვიგზავნა ვიდეო, მე და გიორგი ტაბიძე ჩემი ჯგუფელი ერთად თამაშობდით ჩემი ცოლის აქალებში. ვიღაცამ გამოგვიგზავნა ვიდეო თეატრალურთან ვიდექით რა ჩვეულებრივად როგორც გახარ თეატრალურთან და უცებ აი ძალიან მითქი ანუ ასე ხარ ვიღაც შემოგვიღებს და გზავნის ვიდეოს ანუ ვაუ თან ანუ მოშ რაღაც ფიფად არ გვეჩვენებოდა მაგრამ ძალიან გაგვიკვირდა ყველას მოკლედ რა ვინც ვიდექით თუ ანუ რა ხდება რაღაცა ვიღაცა უყვება კი და მე ნო უკვე რაღაცა იყო ყოველდღურად რო ხდებოდა და ინარიგინარო სისტემატურად ხდებოდა ეგ უკვე ჩვეულებრივი ის გახდა უბრალოდ ხო აი მაშინ როგორი განცდაც მქონდა რომ აი ცოტა მე მცხვენოდა დაახლოებით ეგრე ვარ ეხაც რომ აი ცოტათი ვიშმუშნებით რაღაც კიდე ერთი რაც ძალიან მაინტერესებს და მithumetes რაღაც მგონია რომ ანუ ეხა რაც მოუყევი იქიდან გამომდინარე ეგ გამოცდილება ყველაზე ნაკლებად მაქვს რომ სადღაც ვარ რაღაცას ვაკეთებ მაქსიმუმ უნივერსიტეტის რაღაც შიდა ამბავში თუ ვარ ხო ესე გარეთ ჯერჯერობით არაფერი იცი რა მაინტერესებს აბა რა გჭამერთება ის დავაჭერ დავჭერდით არის აქ და ზოგადად რა ჩვენს სამშობლოში ანუ რამდენად ხშირად ხდება რომ იყენებ ადამიანს მარტო იმიტომ რომ პოპულარულია ციკლაზე ო მარტო იმიტომ რომ პოპულარულია აი გიგრძნია რომ აი ნუ არა ხო ცუდად გამოყენება ცუდად არ ვამბობ შეიძლება რაღაცა ყველანაირი შეიძლება ანუ თვითონ მაგას ვერ ეგ არ მიგრძნია მე არასდროს თუ რაღაცას ვაკეთებ და ამაში ფულს მიხდიან არ მიყენებენ ანუ ვიღებ გაცემის კანონი თანამშრომლობ და თუ ვიღაცას უთხოვია ძალიან ახლობელს რომ დამეხმარე რაღაც მოდი რაღაცა ის დადე თუ შეგიძლია და ასე შემდეგ პირიქით თუ ეს ადამიანი და ადამიანები მიყვარს ძალიან მიხარია ხოლმე თავს თუ მაგ დონეზე გამოყენებულად ვცნობ რომ დიდი სიამოვნებით მეხმარები ყველაფერი ანუ არა შეიძლება რა იქნება რა მართლა მაგრამ ანუ რაღაცა ისეთი შემთხვევა რომ აი თავი მეკრნას რომ აი ამან ეხა მე რაღაცა ცხოვრებაში არ მქონია არ ვიცი შეიძლება ყოფილა და მე ვერ მივხვდარ ვარ არ მიგიქცევია ყურადღება. შეიძლება არ მიმიქცევია ყურადღება, ხო, და რაღაცა ზედმეტი რაღაც უთხოვია, ან ასე შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ ესე სიმართლე გითხრა არ მიმიქცევია არასდროს ყურადღება. გასაგებია. და თანატოლები როგორი იყო? შენი აი სიტყვაზე ჯგუფელები, რომლებთან შედარებითაც რაღაც კონკრეტულ მომენტში ალბათ უფრო აქტიური იყავი, რაღაც ეტაპზე. აი მანდ როგორია ურთიერთობები? ჩვეულებრივად მიდიოდა ყველაფერი ერთ-ერთი ის იყო რომ ჩვენ რო ჩავაბარეთ თეატრალურში არ ვიცი ეს ალბათ მოყოლილი მაქვს 18-ნი ვიყავით და პირველ კურსზე დავამთავრეთ 6 ჩაუდაშვილების მართლა აქ ჩვენთან აქ მოყოლილი ჩვენ რო 17-ნი ვიყავით 18 ჩვენც ესე ვიყავით და დავამთავრეთ 5-მა თუ 6-მა კაცმა შესაბამისად ეს ადამიანები ვინც ჩვენ გარშემო იყვნენ
მოიფანტნენ, იმიტომ რომ ზოგირის გამო წავიდა. და ცოტა თავიდან ისეთი მდგომარეობა იყო ჯგუფში რა, რომ აი დროთხულად დაიკარგა თუ რაღაც. მაგრამ მე ძირთად მე და ბიჭები დავრჩით. როგორ იყანა და ბიჭები? მე ჩემი კიდე ერთი ჯგუფელი და დანარჩენი სულ ბიჭები. და კარგად ვუგებდით ერთმანეთს, რა ვიცი. ამბით ერთობოდი. ხუთი კაცი შეიხარეს. ხო, ანუ ეგეთი ის იყო და კამანდა წელი ხუთი კაცი. კამანდა ჩარდა იქ და არ ვიცი ხა დიდად ალბათ გულზე არავის არ ვხატებოდი. არ რაღაც დიდი სიყვარული და მეგობრობა და სიმართლე გითხრა არავისგან არ მიგვია და მაგიტო არის რომ დღემდე აი არც ერთ ჩემ ჯგუფელ გოგოს ყველასთან ძალიან კარგად ვარ და პირიქით მიხარია რომ ნახულობ და რა სისულელე, მაგრამ ისე რომ უთხრა რომ აი ჩემი მეგობარია, რასაც ქვია მეგობარი, რომ აი საღამოს დაურეკავ რაღაცას მოუყვებიან, სადმე წავალ თან რაღაცა, არ მქონია არც მაშინ და არც ახლა. და ეგ როგორ გონია მაგ თქვენმა ცვლილებებმა გამოიწვია იმან რომ ვიღაცა უფრო წინ წავიდა ვიღაცა არ ვიცი, ანუ მაგაზე ძალიან ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ რაღაცნაირად ესე დაალაგდა, რომ არ ვიცი, ალბათ მე ვიყავ რთული ადამიანი, შეიძლება ისინი იყვნენ რთულები. არ მინდა რომ პირდაპირ რაღაც მაგას დავაბრალო და თქვა რომ აი მაგის გამო იყო თქო. უბრალოდ აი რაღაცა ისე მოხდა ცხოვრებაში, რომ არა და მე პირიქით მეგონა რომ აი თეატრალში ჩავაბარებ, აი მსახიობი რო გავხდები, ძალიან ბევრი მეგობარი მეყოლება, აქეთ-იქით რაც გავიზარდე ხა და თეატრებში და ის უფრო დავმეგობრდი ხალხთან, ვიდრე თეატრალური და შემომჩა სხვათა შორის. და თვითონ თეატრალურში ჯგუფის გარდა ესე სხვასთან არავისთან არ იყავი? კი, როგორ არა, ყველასთან ძალიან კარგად ვიყავი და დღემდე ყველასთან ძალიან კარგად ვარ. უბრალოდ აი ეს რაღაც ახლო, ხო, ანუ იმ ესე მეგობრობა ვთქვათ, რაღაც connection-ი არავისთან არ მქონია. ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ნავი ჯგუფი რო ამთავრებს, ის მერე რავი ერთმანეთს შვილებს ანათლინებენ და ოჯახებით მეგობრობენ და ძალიან ახლოს არიან და ჩვენთან რატომღაც ეს ქიმია არ მოხდა სამწუხაროდ. ცოტა ეგ პრობლემა დღესაც ბევრთან არის. ბევრთან არის, კი, ეგრე მაგრამ არ მიყვარს ეგ სიმართლე გითხრა ხა. პირველი კურსი მით უმეტეს რა ჩვენთან ახლა 14 ვიყავით. 14 სრულიად უცხო ადამიანი ერთმანეთთან თავთავის რაღაც და იხრებიან, სულ მაგას ვარ ცხოველები და გალიაში. შეყრია და იქ ხა ძალიან აბა ჩემ ჯგუფთან მსგავსი პრობლემები არასდროს არ მქონია. საბედნიეროდ მსგავსი, მაგრამ გარშემოხრასაც ვუყურებდი ყოველთვის. სულ ჯგუფთან იყო ის პრობლემა, რომ ვიღაც რაღაცის დამტკიცებას იღებს ვიღაცა. არასაჭირო რაღაც ის შეგვიძლია რომ ყველამ დავდგეთ საქმე ვაკეთოთ ის დრო რაღაც გამანაწილოთ ჩვენთვის და არა ამ რაღაცა ჩიჩქუნაში სამაში და მოკლედ და ძალიან დრამები იყო, მაგრამ ძალიან მიხარია რომ გავიარე ეგ პერიოდი თქვენც მალე გაივლით და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ტკბილად გაგახსენდებათ მე ეგ დრო. ეს პრობლემა. სწორი მიმართულებით მიდიხარ, იმიტომ რომ მე ვერაზე მინდა და ბოლო-ბოლო მან ჩამოვალ, მან თვითია. პარე ტაქსის ზღვა. ელხებზე გადავიდეთ.